მოგესალმებით, მე ვარ ანასტასია, ეს არის გადაცემა სივრცე და დღეს არაჩვეულებრივ და ძალიან საინტერესო გოგონა მყავს სტუმრად, მიცავ ხუა 14 წლის, რომელიც არის ჟურნალისტი და რომელიც აქტიურად არის ჩართული როგორც პოლიტიკურ, ისე დიპლომატიურ საკითხებში და პროექტებში და მოგვიყვება ყველაფერს მის შესახებ და ზოგადად ამ სფეროებზე და გამარჯობა ლიცა. მოგესალმებით ანასტასია, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. მიხარი რომ კიდევ ერთხელ შევხვდით ერთმანეთს ამავე ტელევიზიაზე. იმედია ძალიან საინტერესო გადაცემა გამოგვიყვება ჩვენი ტელემაყურებელს. აუცილებლად და პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ შენ ამ ტელევიზიაში გქონდა შენი გადაცემა. სწორია. კი და როგორ დაიწყო შენი კარიერა ჟურნალისტური და რატომ ეს ტელევიზია? ჩემი ჟურნალისტური კარიერა დაიწყო სწორედ რომ იმ ტელევიზიაზე, სადაც ახლა ჩვენ საუბრობთ. თავიდან ზოგადად მომწონდა ხოლმე სხვადასხვა ტელეარხებზე სიუჟეტების ყურება და მათი გაცნობა და როცა მომეცა იმის შანსი რომ უშუალოდ ჩემი თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამომეყენებინა და მქონდა ჩემი საკუთარი საავტორო გადაცემა, რა თქმა უნდა, არ გაგვიფრე შანსი ხედიდან, მივიღე გამოწვევა, რომელიც საკმაოდ წარმატებით დასრულდა და მივიღე არაჩვეულებრივი გამოცდილებაც. და რას გრძნობ ახლა იმ ტელევიზიაში ხარ თუმცა სადაც შენი პირველი ჟურნალისტური ნაბიჯები გადადგა? ის საკმაოდ დამაღელებელი და ამავდროულად ემოციურია, იმიტომ რომ ძალიან კარგად მახსოვს პირველივე სიუჟეტი, რომელიც აქ ჩაიწერა და შესაბამისად რაღაც ადრენალინის გრძნობაც შეებს სიცხეს. კი, ხა? გახსოვს რა ზაქონდა პირველი სიუჟეტი ან ინტერვიუ? კი, ძალიან კარგად მახსოვს, ხო საკმაოდ სიმბოლურია, რომ პირველივე სიუჟეტი იყო ერთი პოლიტიკოსთან და საუბარიც ეხებოდა დიპლომატიას. ძალიან პასუხისმგებლობას გრძნობდი თავიდანვე, იმიტომ რომ ვიცოდი რომ ტელეწამყვანობა სრულიად სხვა სამყარო და გალაქტიკა იყო. მაგრამ მგონია რომ გულწრფელობა და საქმისადი სიყვარული გადამდები იყო, ასე რომ ვთქვათ, როგორც მაყურებლისთვის, ისევე კორესპონდენტისთვის და ამას შეიკრა მთლიანი გადაცემაც. და ალბათ რამ ხელმოტივაციას აძლევდი შენს თანატოლ ადამიანებს, რომ ამ ასაკში შენი საკუთარი გადაცემა გქონდა, ხო? ალბათ გარშემო ძალიან გამოირჩეოდა შენი თანატოლი. ზოგადად ასაკობრივი სტერეოტიპები ჯერ კიდევ ძალიან მყარად დგას სამწუხაროდ საქართველოში და მეც ნელ-ნელა ვცდილობ რომ დავამსხვრე ეს სტერეოტიპები და ბარიერები. გააჩვეულებრივად გამოგდის. რა გაკვეთილები მიიღო მედიის სფეროში მუშაობისას? მედიის სფეროში მუშაობა მასწავლა ალბათ სამი ძირითადი გაკვეთილი. პირველი ეს არის ის, რომ ობიექტურობა და სიმართლის შენარჩუნება როგორც ჟურნალისტმა უნდა იცოდე ძალიან კარგად. მეორე, თითოეულ სიტყვას, რომელსაც მე ეთერის განმავლობაში ვაჟღერებ, ამ სიტყვაზე ვიღებ პასუხისმგებლობას და მესამე გაკვეთილი ალბათ იყო ის, რომ ხანდახან უპასუხოდ დატოვებული კითხვებიც ბევრს ამბობს თავად. არ პასუხიც ხანდახან პასუხია, ხო? ნიზა, რამდენად არის შესაძლებელი დავუშვათ, როდესაც რაღაც კონკრეტულ პოლიტიკურ თემაზე მუშაობ, შეინარჩუნა ობიექტურობა? ძალიან რთულია, მაგრამ შეუძლებელი ნამდვილად არ არის. ობიექტურობა არ ნიშნავს იმას, რომ როგორც ჟურნალისტმა ემოციები არ იქონიო ეთერის განმავლობაში, მაგრამ ობიექტურობა მოიცავს იმას, რომ ეს ემოციები შეაკონტროლო. ყოველ ჯერზე ინფორმაცია უნდა დარჩეს ფაქტად და ჟურნალისტის დამატებითი კომენტარი უნდა იყოს მაყურებლის თავისუფლება. სუსტად და ჟურნალისტმა არ უნდა მიგითითოს, რა უნდა იფიქრო. მან უნდა მოგაწოდოს უბრალოდ ფაქტები. როგორ შეცვალა ჟურნალისტიკა შეიცვალა? შეიცვალა რამე ამ კუთხით? სხვანაირად დაუწყე რაღაც საკითხებს ყურება? იცით რა, მე ვიყავი 11 წლის, როდესაც ჩავწერე ჩემი პირველი გადაცემა. და რეალობა სრულიად სხვა პერსპექტივიდან დამანახა, იმიტომ რომ მე ყოველკვირეულად ვიცნობდი იმ ხალხს, რომელსაც ყოველდღიურობაში უბრალოდ ვერ ვნახავ და ყოველს რაღაც საკუთარი ინდივიდუალური ცხოვრების ისტორია ჰქონდა მოსაყოლი და თითოეული გადაცემიდან მე რაღაცა ახლოს ვსწავლობდი. ამიტომაც უშუალოდ მედიის სფერომ განმავითარა იმ დონეზე, რასაც მე არ მოველოდი 11 ასაკში. კი, რთულია თვითონ ამ და ძალიან იშვიათია ამ ასაკში, რომ ესეთი სერიოზული გეგმები და მიზნები გქონდეს, როგორიც შენ გაქვს. განსაკუთრებით შენი ინტერესი დიპლომატიისა და პოლიტიკის მიმართვა ჟურნალისტიკიდან უფრო გადაერთეთ ერთად ამ საქმიანობაზე. რამ გამოიწვია, ან როდიდან გაგიჩნდა ეს განსაკუთრებული ინტერესი ამ სფეროს მიმართ? ისიც რა რეალურად ჟურნალისტიკა და პოლიტიკა ძალიან შორისებებიც არ არის. ერთი ხედის ირგვლივ ორივე. თუმცა უშუალოდ დიპლომატიაში ბოლო 1 წელია, რაც ძალიან აქტიურად ვარ ჩართული, რადგანაც გავაანალიზე ის, რომ პოლიტიკა არ არის უბრალოდ ძალაუფლება და მისი დელეგირება. პოლიტიკა არის ის შესაძლებლობა, რომელიც შენ გაძლევს იმ შანსს, რომ შეცვალო სამყარო უკეთესობისკენ და ეს არის ზოგადად შენი ცხოვრების, ასე ვთქვათ, მოტოც, რომ რაღაც რევოლუცია მოახდინოს სამყაროში დადებით.
და რაღაც შეცვალო. და რა პროექტებში ხარ ამ ეტაპზე ჩართული, რა გითხრა? კი ბატონო, ამ ეტაპზე ჩართული ვარ ისე თვითგამოთავების პროექტებში, როგორც არის თუნდაც გაეროს მოდელირებები თუ სხვადასხვა ტიპის მინი სიმულაციები, რომელსაც ვხვდებით თუნდაც ევროსაბჭოში, ევროკომისიებში. და შესაბამისად ისევ ზრუნავ ჩემს პიროვნულ განვითარებას. კი, და როგორ ფიქრობ, აი ჟურნალისტიკის როლი, რადგან ჩვენ ვახსენეთ, რომ ძალიან შორს არ დგას ეს როლი ერთმანეთისგან, რა არის ჟურნალისტიკის როლი პოლიტიკურ პროცესებში? როგორია? ჟურნალისტი არის ის სარკე, რომელიც ირეკლავს აბსოლუტურად ყველაფერს, დაწყებული პოლიტიკურ განწყობლებებიდან დასრულებული საზოგადოების რეაქციით. ანუ ჟურნალისტი ის ადამიანი, რომელიც მიკროფონით ხელში დგას და კამერაში იყურება ყოველდღიურად მის საქმეების ნაწილია და ჩვენ გვიყვება იმაზე თუ რა ხდება დახურული კარების უკან ამ პოლიტიკურ განწყობლებებში. უდიდეს როლს თამაშობს. ჟურნალისტს შეუძლია დახატოს რეალური სურათი, რომელიც ხდება პოლიტიკურ სამყაროში რიგითი მოქალაქეებისათვის, რაც საკმაოდ დასაფასებელია. როგორ ფიქრობ, ბოლო პერიოდში ცოტა ჟურნალისტიკის სფერო ცოტა გაუფერულდა, გულისხმობ იმას, რომ უკვე ჟურნალისტიკა როგორც ესე პროფესია ცალკე აღარ არსებობს და ყველას შეუძლია გახდეს ჟურნალისტი. ეს რაღაც ქაოსს არ იწვევს, ან არ იწვევს იმას, რომ რამდენად სანდო არის ან არასანდო ინფორმაცია, ვის უნდა დაუჯეროთ, ვის არა, რას ფიქრობ ამასთან დაკავშირებით? დიახ, მოგახსენებთ. უშუალოდ ჟურნალისტიკაზე მოთხოვნა საკმაოდ შემცირდა და ამას ვამბობ როგორც 14 წლის ბავშვის გადმოსახედიდან, რომელიც ყოველდღიურად მისი ასაკობრივ კატეგორიის გარშემო იკრიბება და ხედავს იმ დიალოგებს, რომელიც იმართება თუნდაც თინეიჯერებში. მე გეტყვით დარწმუნებით იმას, რომ ჟურნალისტიკაზე მოთხოვნა ისეთი არ იყო, როგორც იყო თუნდაც რაღაც 5 და 10 წლის წინ და სანდოობა აღნიშნეთ ნებისმიერი ტელევიზიის მოვალეობა პირდაპირ რომ მან აიყვანოს სამსახურში კვალიფიციური ჟურნალისტები და ამას თავად ტელევიზიას უნდა აკონტროლებდეს. რიგით მოქალაქეს არ უნდა უწევდეს იმის სორტირება თუ ვის დაუჯეროს და ვის არა და პირდაპირ დაქვემდებარებაში ეს ყოველივე ტელევიზიის. აბსოლუტურად გეთახმები. რომელ პოლიტიკურ და დიპლომატიურ მოვლენებზე მუშაობა და გამახსოვრდა ყველაზე მეტად? ყველაზე მეტად ალბათ დამახსოვრდა რეგიონალური პრობლემების ახლობასთან დაკავშირებული, ასე ვთქვათ, მინი სიმულაციები, რომელშიც მივიღე მონაწილეობა, მაგრამ აგრეთვე ძალიან მიყვარს საერთაშორისო კრიზისების განხილვა, მაგალითად ეს არის ახლო აღმოსავლეთის ომების განხილვა, თუმცა ისრაელ-პალესტინის ომის განხილვა, კონფლიქტური ზონების გადაჭრა, კონფლიქტური სადაო ადგილმდებარეობების გადანაწილების გადაჭრები და ასე შემდეგ. რა საინტერესოა და რა კუთხით ხარ ამ ყველაფერს ჩართული? მონაწილეობას აქტიურად ვიღებ თითქმის ყოველთვიურად გაეროს მოდელირებებში, რომელიც მხარდაჭერის გახლავთ ქონს ევროკავშირი, ან თუნდაც რეგიონალური ორგანიზაციები. უმეტესად მიხელთ ხოლმე უშიშროების საბჭოში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებში, იმიტომ რომ ჩემი მთავარი ინტერესთა სფეროები თანხმდროში ამ ორივე კომიტეტის ღირებულებაში. საოცარი გოგო ხარ და ძალიან დიდი ხანია შენერი გოგო, თუმეტეს ამასაკის და ძალიან სწორად ახსენე, ძალიან ბევრი სტერეოტიპი არსებობს ასაკთან დაკავშირებული, რასაც შენ სრულად ამსხვრევი. მადლობა. გულწრფელად. არსებობს სწორედ კონკრეტული ქვეყანა რეგიონი, რომლის პოლიტიკა განსაკუთრებით გაინტერესებს და რატო? მე პირადად ვთვლი, რომ ჩემ ასაკში განსაკუთრებით იმ სტადიაზე, სადაც ახლა მე ვარ, სწორი არ იქნებოდა ჩემი მხრიდან, რომ რაღაც ერთი რეგიონი ამერჩია და ამაზე გამომახვილებინა სრულად ყურადღება. ამიტომაც ზოგადად სპექტრად მოვიხსენიეთ ზოგადად ევროკავშირის წევრ-ქვეყნებს და ევროპის წევრ-ქვეყნებს და როდესაც ნებისმიერი სახელმწიფოს პოლიტიკას ვწავლობ, ვიწყებ სახელმწიფოებრივი სტრუქტურიდან და ვამთავრებ მათი სამართლებრივი ბაზებით. ვცდილობ ხოლმე, რომ ფუძისეულად შევისწავლო მათი მსოფლიო ისტორია ზოგადად. ის სკოლის მოსწავლე ხარ, ხო? დიახ, ხართ. მერვე კლასში. კი ბატონო. და რა გეგმაგა, რო დაამთავრებ სკოლას, სადგიდა ჩაბარება, სადგიდა. ეს კითხვა ცოტა ბოლოსკენ მქონდა, მაგრამ ეხლა პარალელურად თავს ვეკავებ და მინდა რომ კითხვა. რამე მიმართულება გაქვს უკვე არჩეული საქართველოში აპირებს საზღვარგარეთაპირებს? კი. სკოლის დასრულების შემდეგ მინდა რომ ჩავიწყო ევროპის რომელიმე ქვეყანაში. თავიდან ვფიქრობდი ამერიკის შეერთებულ შტატებზე, თუმცა ახლა უმეტესად რადგან დიპლომატია საკმაოდ განვითარებული ევროპაში, მაგალითად სტრასბურგში, უფრო გეზი ავიღე ამ მიმართულებით. თუმცა უშუალოდ უმაღლეს სასწავლებამდე საკმაოდ ბევრი გეგმები მაქვს, ეს იქნება გასვეთი პროგრამები თუ ზოგადად საგანმანათლებლო ინიციატივები, რაც ჯერ კიდევ განსახორციელებელი დარჩა. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ როცა მე მიზანს ვისახავ, შრომის უნარიანობით და პასუხისმგებლობის გრძნობით აუცილებლად მივაღწევ ამ მიზნებსაც. აუცილებლად. რომელი ასაკიდან დაიწყე ამ საკითხებით დაინტერესება? ჟურნალისტიკით დავინტერესდი უშუალოდ 10 წლის ასაკში.
როგორც უკვე მოგახსენეთ 11 წელს წამოვიწყე ჩემი საავტორო გადაცემა. მაგამდე ვიყავი უშუალოდ კვლევის პროცესში ამ სფეროში. ხო, დიპლომატია პოლიტიკა რაღაც ყოველთვის ჩემი განყოფილი ნაწილი იყო, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს მსჯელობა, დებატების ხელოვნება, საჯარო გამოსვლები. შეუძლებელია გავძლო თუნდაც ერთი კვირა ისე, რომ არ შევერთო მსგავს ტიპის რაღაც პროექტებში ან ინიციატივებში. მაგრამ რეალურად ჩვენ დებატობთ ყველგან. ახლა შეიძლება ჩვენ დებატები წამოვიწყოთ საკლასო ოთახებში, დიალოგებში და ასე შემდეგ. ამიტომაც გონია რომ ჩემი ცხოვრება შეუსრულებელი იქნებოდა პოლიტიკა დიპლომატიის გარეშე. ცოტა უცნაური კითხვა მაქვს და დაწყებული ვარ, რომ სწორად გავიგებ. არ გიჭირს კომუნიკაცია შენს თანატო ადამიანებთან? მოგახსენებ. ის რომ ვარ 14 წლის და თუნდაც კლასში, სკოლაში, ამ მსგავს გარემოებებში სულ ვარ გარშემო ჩემი ასაკის ან უფროსი ადამიანებისა, შეიძლება თანხმდროში არ იყოს თუნდაც ჩვენი ინტერესები, მაგრამ სოციალური ადამიანი ვარ, ყველასთან რაღაც საერთოს მოვყოლობ ხოლმე. თუმცა ის სხვა საკითხია, რომელი დიალოგები უფრო მაინტერესებს. მაგრამ ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ ყველას დავუმეგობრდე, ვინც ჩემს გარშემოა და ასე გავუძაბდო რაღაც ჩემი ნეტვორკინგის უნარები. გასაგები. ევროკავშირის რომელ ინიციატივებში მიღე მონაწილეობა რო გითხრა და ამ გამოცდილებებს როგორ შეაფასებდე? მოდა ყველაფერი მაინტერესებს. კი ბატონო. ზოგადად დასაფასებელია ის, რომ ევროკავშირი ძალიან ბევრ პროექტს ვიფინანსებს ახალგაზრდებს საქართველოში, მაგრამ გამოვარჩევდი ალბათ ყველაზე ახლო წარსულს შარშანდელ გამოცდილებას. ეს იყო ევროკავშირის ახალგაზრდული სამიტი 2024 წლის, რომელშიც გავიმარჯვე და წარმატებით დასრულდა. თუმცა უშუალოდ ყველაზე მეტად ჩემს ქარიზმატული და მომხიბვლელი გამოდგა ევროკავშირის ორგანოების გაცნობა და უშუალოდ მუშაობა ევროკომისიაში. გავეცანი ევროსაბჭოს წევრებს და ასე შემდეგ, ამიტომაც საკმაოდ შემეცნებით გამოცდილება იყო. აგრეთვე საქართველოს ფარგლებში, როგორც აღნიშნე, გაეროს მოდრეებებს აფინანსებს ძალიან ბევრს ევროკავშირი და თუნდაც რამდენიმე კვირის მივიღე მონაწილეობა და დაფინანსებაც მოვიპოვა ლონდონში საქსურით. ამიტომაც მადლობით არაფერი გვეთქმის მსგავსი ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ორიენტირებული არიან ახალგაზრდების გაძლიერებაზე და ნამდვილადაც რომ ხალხგასწნელია. და რამდენად მარტივი არის აი დაინტერესებული ადამიანებისთვის ამ პროექტებში ჩართვა? არის რაღაცა კონკრეტული წინაპირობები, რასაც მაგმა ყოფილებდეს, ვისაც სურს ჩაერთოს მსგავს პროექტებში, მაგალითად რაში ჩვენ ხილება მონაწილეობას? პირადი გამოცდილებიდან მოგახსენებთ, მე უშუალოდ ინფორმაციას პოულობ ხოლმე თუნდაც სოციალური ქსელებიდან და პლატფორმებიდან, ხოლო უმეტესად იმისათვის რომ პროექტში იქნება მიღებული სამოტივაციო წერილების დაწერა, შენი CV-ს ჩამოწერა არის ხოლმე საჭირო. ამიტომაც მე ყველას ვურჩევ რომ პატარა საკიდანვე დაიწყონ გამოცდილებების მიღება, თამამად CV-ს შედგენა, თვითგანვითარებაზე ფოკუსირება და ამის შემდგომ გადადგან ხოლმე სერიოზული ნაბიჯები. ანუ ფიქრობ, რომ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობას პროფესიულ განვითარებაზე აქვს უდიდესი გაუქმება. აუცილებლად, იმიტომ რომ არაფერი უბრალოდ რაღაც სერტიფიკატი, რომელსაც მოგცემენ, ან ის რაღაც ჩანაწერი, რომელიც ჩვენ CV-ში გამოჩნდება. რაც მართლა გამოგადგება, ეს არის გამოცდილება, ეს არის ხალხი, რომელსაც გაიცნობ და ეს არის ის თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, რომელსაც ჩვენ დააგროვებთ. და რა არის შენადაც საჭირო იმისთვის, რომ მოხდეს ახალგაზრდების უფრო მეტად გააქტიურება პრაქტიკულად? პირველ რიგში ინფორმაცია და კონსულტაცია. ჩვენც უნდა იყოს პრიორიტეტი ის, რომ ახალგაზრდებს რაც შეიძლება მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია მსგავს პროექტებთან დაკავშირებით. და აგრეთვე ის, რომ ძალიან ხშირად ახალგაზრდები გრძნობენ იმას, რომ მათ აზრს ფასი არ გააჩნია. როდესაც შენ როგორც ინდივიდი გრძნობ და იაზრებ იმას, რომ შენ რაღაცა სუბიექტიურ მოსაზრებას აზრი აქვს და ანგარიში გასაწევია, ამის შემდეგ გიჩნდება იმის мотиваცია, რომ უფრო საჯარო და უფრო მასშტაბურ აუდიტორიასთან გააჟღერო შენი აზრი. ამიტომაც თანადგომა, ემპათია და ინფორმაცია იქნება მთავარი კომპონენტი. რაც ისევ ალბათ გვაბრუნებს იმ სტერეოტიპებთან, სადაც ნუ აი ახალგაზრდა ხარ და შენ რა იცი? ასე ყოფილი რაღაც მესმის. და რამდენად შენაზეთ რამდენად არის მნიშვნელოვანი, რომ აი კი კარგი არის ახალ პატარა ასაკიდან ჩაერთო ყველაფერში, მაგრამ ახალგაზრდა თაობის აქტიური ჩართულობა თუნდაც პოლიტიკურ და სოციალურ სივრცეში. ეს როგორ ფიქრობ, ისთვის არის უკეთესი ახალი ხედვებისთვის, უკეთესად რაღაცებს წარმოჩენისთვის, აი რა დადებით მხარეები აქვს იმას, რომ ახალგაზრდები რაც შეიძლება აქტიურად ჩაერთონ? კი ბატონო. თითოეულ ჩვენგანს, როგორც რიგით მოქალაქეებს, გაგვაჩნია ვალდებულება, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ თუნდაც ჩვენი ქვეყნისთვის რაღაც ნაწილში, ხო? რაღაც მიმართულებით.
ცხადია, ყველას ინტერესი ვერ იქნება პოლიტიკა და დიპლომატია და არც უნდა იყოს ეს ყველას ინტერესი, მაგრამ როგორც სოციალური მოვალეობა, როგორც ერთ-ერთი რიგი წარმომადგენლები საზოგადოებისა და სოციუმისა, ისე ყველამ შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ, ასე ვთქვათ, უკეთესი მომავლისთვის. აღსანიშნავია ის, რომ ახალგაზრდათა ჩართულობა მსგავს ტიპის ინიციატივებში მნიშვნელოვანია ისე და ისე, რომ საქართველოს მომავალი იყოს მყარად და იმისათვის, რომ საქართველოს მომავალი თაობა იყოს განათლებული იმდენად, რომ მათ მოახდინონ უკეთესი საქართველოს შექმნა. რაც სამწუხაროდ ფიქრობ, რომ ცოტა განათლების დონე საკმაოდ დაბალი არის. ნამდვილად. ზოგადად განათლების სისტემასაც ძალიან ბევრი ნაპრალი გააჩნია, რომელსაც აღმოფხვრა სჭირდება, მონიტორინგი სჭირდება და უშუალოდ გადაჭრის გზების შემუშავება სჭირდება, იმიტომ რომ ყველაფერი იწყება განათლებით. იმ მომენტიდან, როცა ბავშვი მიდის საბავშვო ბაღში, იქ იწყება უკვე შენ აკადემიური ცხოვრება და ახალი ნაბიჯი შენ ცხოვრებაში. და მის განვითარება უცებად მოხდეს და შეიძლება არსებობდეს ადამიანები, მაგალითად ახალგაზრდებისაც ჩემი აზრით სურთ მსგავს რაღაცების ჩართულობა, მაგრამ ფიზიკურად არ ქონდათ ამასთან დაკავშირებით ან ინფორმაცია, ან ხელმისაწვდომობა. ინფორმაციის გავრცელებით არც სწორად ახალ როგორ ჩამოვაყალიბო ეს კითხვა, მაგრამ ყველანაირი კატეგორიის ადამიანი შეუძლია მიიღოს მონაწილეობა მსგავს პროექტში, თუ მე ვარ დაინტერესებული, ანუ შეიძლება მე არ მქონდეს გამოცდილება, არ მქონდეს სამუშაო გამოცდილება, ან რაღაცა დიპლომები, ან სერტიფიკატები, მაგრამ მინდოდეს და მქონდეს ამის სურვილი. მაქვს ჩვეულებრივად. ძალიან ბევრი პროექტი ყოფილა ვარ, სადაც ჩემს გარშემო ყოფილან ინდივიდები რაღაც ორწლიანი გამოცდილები და ინდივიდები, რომლებისთვის პირველი პროექტი იყო ეს ყველაფერი. უბრალოდ უნდა ვიყოთ მზად იმ კონკურენტული გარემოში, რომელიც დაგვხვდება ამა თუ იმ პროექტში. ცხადია, რაც ერთად ცხოვრებაში ყველას ეკეთებს. იმიტომ რომ რისკების აღება ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია. საიდანღაც უნდა დაიწყო მოღვაწეობა და ეს საიდანღაც შეიძლება გახდეს ის პროექტი, რომელიც შეგეცვლის შენ ცხოვრებას სამუდამოდ. გაქვთ რა ინიციატივები, რომლებიც კონკრეტულად არის მორგებული ახალგაზრდებს? უშუალო ინიციატივები, რომელიც მებადება ხოლმე, ყოველთვის ვცდილობ, რომ განვახორციელო ეს პროექტების სახით. ჯერჯერობით იდეოლოგიის დონეზე მაქვს რამდენიმე ჩამოყალიბებული, თუმცა ჯერ არ გაგაცნობთ, იმიტომ რომ ფინიშამდე ვიქნებით გასული. ამის შემდეგ აუცილებლად გაგაცნობთ როგორც თქვენს ისე ტელემაყურებელს. თუმცა ყოველთვის მხარს ვუჭერ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც მიზანმიმართულია იმისაკენ, რომ ახალგაზრდებს მოუტანოს ბენეფიტები და შექმნას ის რაღაც საფუძველი ახალგაზრდებისთვის, რომ ისინი განვითარდნენ პიროვნულად. შენი ყოველდღიური დღე როგორია? მიდიხარ სკოლაში? მიდიხარ სკოლაში. მიდიხარ სკოლაში. მიდიხარ და შემდეგ რა ხდება ნიცას ცხოვრებაში? ყოველი დღე კვირის არის განსხვავებული. მას შემდეგ რომ სკოლიდან მოვდივარ ხოლმე, პირდაპირ მეწყება ან ლექციები, ან შეხვედრები, ან რაღაც ტიპის კონფერენციები, რომელიც ან მე ჩავნიშნე როგორც რაღაც ლიდერის პოზიციიდან, ან სხვები მებარებ ხოლმე ამ შეხვედრებზე რაღაც გასაცნობად შემოთავაზების გასცნობა და ასე შემდეგ. ამიტომაც უმეტესწილად საღამოს 7-8 საათამდე ვარ ხოლმე მსგავს ტიპის აქტიურად ვარ ხოლმე მსგავს ტიპის პროექტებში ჩართული. ამის შემდეგ იწყება მეცადინეობის საათები, სადაც შემდეგ იქნება მემსადები. თენდება შემდეგი დღე იგივე რუტინა ვერდება ხოლმე, მაგრამ თითოეული დღე არის საკმაოდ მრავალფეროვანი, იმიტომ რომ როდესაც დილით ვიღვიძებ ხოლმე, ყოველთვის ვიცი რა უნდა გავაკეთო, რას ვისწავლი, რას არ ვისწავლი და შემდეგი დღისთვის კიდე რა მაქვს გასაკეთებელი. როგორ ახერხებ ესეთი დატვირთული რეჟიმის შემდეგ, ანუ განტვირთვას, რა არის შემთხვევით განტვირთვა ხო აუცილებელია? ამის თავსებადობა როგორ ხდება შენ შემთხვევაში? ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ რაღაც ბალანსი დამიცვა. უმეტესად აი უფროსებს აქვთ ხოლმე პრობლემა რაღაც work-life balance-ის დაჭერა, მაგრამ მაინც ვცდილობ რომ ჩემ თავს მივცე განტვირთვის უფლება, იმიტომ რომ ცდილობ ვიმსახურებ ხოლმე ამ განტვირთვას როგორც მინიმუმ 1 საათი დღეში მაინც. ამავდროულად შაბათობით უმეტესად მე დატვირთული გრაფიკი მაქვს, თუმცა კვირა დღე არის ხოლმე ჩემთვის აბსოლუტური განტვირთვის დღე, როდესაც არაფერს არ ამნიშნავ, არც შეხვედრას, არც არაფერს და სწორედ ვისწავლებ იმ დღეს, ნუ გარდა მეცადინეობის ორშაბათისთვის. მაგრამ მაინც მეცადინე. მაინც მეცადინე. პირას მაინც მეცადინე. ანუ თავი თლიანი დღე მაინც აკუთარ თავს არ აძლევს საშუალებას რომ დაისწავლო, ხო? ჟურნალისტიკასა დაუბრუნდეთ, როგორ შეიძლება რომ ახალგაზრდების გაძლიერების ინსტრუმენტად იქცეს ჟურნალისტიკა, რადგან ჟურნალისტიკით დაიწყე და საკმაოდ მოტივირებული შეიძლება გახდნენ ადამიანები ამის მოსმენით, როგორ შეიძლება რომ გაძლიერების ინსტრუმენტი იყოს ეს პროფესია ადამიანისთვის? მე ვთვლი რომ ჟურნალისტიკა არის თვითგამოხატვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა.
როდესაც შენ ხარ ჟურნალისტი და შენ გაქვს შენი ტელეეთერი, შენი საავტორო გადაცემა, შენ გაქვს იმის სრული თავისუფლება, რომ გამოხატო შენი თავი როგორც ინდივიდმა. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდების ჩართულობა თუნდაც მედიაში არის საკმაოდ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ახალგაზრდებს გაუუშვათ გუნებაში ის, რომ მათ სიტყვას მართლა გააჩნია ძალა. შენ არაპირებ ჟურნალისტიკის განხრით კიდე გაგრძელებას. მას შემდეგ რაც გავიცანი პოლიტიკა დიპლომატიასაც, მგონია რომ უმეტესწილად მაინც საერთაშორისო ურთიერთობების გზას გავყვებით, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრჯერ შევხვდებით მაყურებელს ტელეეკრანებზე, როგორც პოლიტიკოსის და კორესპონდენტის ამბულაში. ძალიან საინტერესოა. რომელია ის ღირებულებები, რომლებიც ყველაზე მეტად გეხმარება შენი საქმის კეთების დროს? ამ ხალ мотиваციის გარდა ცხადია რაც გამოწვევს. შრომის უნარიანობა, ასოფისმგებლობის გრძნობა და გულწრფელობა. ეს სამი კომპონენტი, რომელიც ყოველთვის თან მაქვს თითოეულ პროექტს, თითოეულ შეხვედრას, თითოეულ კონფერენციაზე, რომელსაც მე ვესწრები, იმიტომ რომ მართლაც რომ გადამდებია თითოეული ელემენტი და კრავს ხოლმე თავიდან ბოლომდე ნებისმიერ შეხვედრას. რომ არა ასოფისმგებლობის გრძნობა ლოგიკური ამას იგრძნობს ნებისმიერი ინდივიდი, რომელიც შენს გარშემოა, რომ არა გულწრფელობა ამას იგრძნობს როგორც ტელემაყურებელი, ისევე ნებისმიერ ადამიანთან შენ დიალოგი გაქვს და რომ არა შრომის უნარიანობა ლოგიკური არაფრის არ გამოვიდება. მაგრამ რაღაც პოლიტიკასთან დაკავშირებით განსაკუთრებით დიპლომატიას ამიხები ამ ბოლო დროს პირად თითქმის სულ არის ეს უნდობლობის პოლიტიკოსობა ნიშნავს ცხადია რომ რაღაცა იქ საეჭვო უნდა იყოს რაღაც ესეთი სტერეოტიპიც არსებობს. კი ბატონო. არის შეთხოვნებად საფუძვლიანია მსგავსი ტიპის ეჭვები, არის ეს არ არის, მაგრამ შენ როგორც პოლიტიკოსმა თუ შენ ამბობს სიმართლეს და თუ შენ ხარ ობიექტური, ლოგიკურია შენ დობასაც იზიდავ ტელემაყურებლებისგან ან აუდიტორიისგან. ქალების როლზე როგორი ხედვა გაქვს ქართულ მედიასა და პოლიტიკაში? ამოიწია წინ ქალების როლმა შედარებით? ზოგადად მე ვარ ფემინისტური მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე მყარი წარმომადგენელი. არ ვემხრობი გენდერულ ბარიერებს და სტერეოტიპებს. გონია რომ ქალები ხშირ შემთხვევაში არიან ყველაზე მაგარი ჟურნალისტები და ყველაზე მაგარი დიპლომატები და ნებისმიერი ინდივიდი რომელიც ამბობს იმას რომ დავშვით ქალებს არ შეუძლიათ პოლიტიკოსობა, მათ არ იციან მსოფლიო პოლიტიკა და მსოფლიო ისტორია. მათ არ იციან მარგარეტ ტეტჩერის შესახებ, რომელიც იყო რკინის ქალი, ან ნებისმიერი სხვა დიპლომატის შესახებ, რომელმაც მოახდინა მსოფლიო რევოლუცია. რაც შეეხება უშუალოდ ქალებს პოლიტიკურ ცხოვრებაში, მგონია რომ ჩვენ გაგვიჩნდა იმის ამბიცია, რომ კი ბატონო ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენლები, რომელსაც მოვისურვებთ და რომელსაც მიზნად დავისახავთ და ამაში ხელი უნდა შეგვიწყოს გარემო პირობებმაც. ცხადია და გარემო პირობებმა და ადამიანობა ჩვენს გარშემო და საზოგადოება. რომ ნდობა იყოს და ეს რაღაც სტერეოტიპი რომ ქალს რაღაც გაკეთება შეუძლია შენელი არაჩვეულებრივი გოგონები ამსხროვენ მსგავს სტერეოტიპებს. მადლობა. გეთახმებით სოციუმში ჩამოყალიბდეს ჯერ საღი აზრი, რომ შემდეგ ადაპტირება ადვილად მოხდეს. ანუ განათლების გონების და შესაძლებლობის ცხადია არა ფიზიკურის არამედ გონებრივის გაყოფა არ უნდა მოხდეს გენდერის მიხედვით. ნამდვილად. უხერხულიც კი არის ცოტა უზომერთ საუკუნეში ამასაფარი თუ გვიწევს. საშუალებით მოგეცემა რა შეცვლილი საქართველოში. ერთი რამე შეცვალა შეცვალა. თუ ცხადია ვიცი რომ ბევრი რაღაცაა შესაძლებელი. ბევრი რაღაცა. ყველაზე მეტად რეგეც. ყველაზე მეტად ალბათ მაწუხებს მათ დაუკავშირებ პოლიტიკას დიპლომატიას ამ კითხვასაც. ცელ პასუხისმგებლობის შემდგენ. ყველაზე მეტად ალბათ შევცვლიდი მსოფლიო ბაზარის საქართველოს ოფიციალურ პოზიციას. ოფიციალურ პოზიციაში გულისხმობ იმ მიმართულებას, რომელიც დღეს თუნდაც სახელმწიფოს აქვს არჩეული, როგორც ასეთი ანუ ოფიციალურად დოკუმენტირებულად და შევცვლიდი იმ წარმოდგენას, რომელიც ბევრ სახელმწიფოს გააჩნია მსოფლიოს ირგვლივ ჩვენზე, იმიტომ რომ დღეს ბოლოს ხალხი, რომელსაც გააჩნია თავის საკუთარი სურვილები და უფლებები, მაინც გვაჩვენებს იმას, თუ რა უნდა საქართველოს და საერთკენ მიდის საქართველოს იქნება ეს ევროინტეგრაცია, თუ სხვა მიმართულება. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ხალხის აზრი, ხალხის სიტყვა არის ხოლმე ყოველთვის გადამწყვეტი და ვისურვებდი, რომ კიდევ უფრო წინა ფლანგზე წამოიწიოს ამ ყველაფერმა და უკან რაღაც შტოლში არ დარჩეს ეს ყველაფერი. აუცილებელია და სახელმწიფო ზოგადად ჯანსაღი, საღი აზრის მქონე ადამიანებს უნდა იდგეს და ნამდვილად. ამის მიხედვით ხდებოდეს ყველანაირი რეაქცია. გაქვს თუ არა პროექტი, რომელზეც საუბარი შეგიძლია და რაშიც ეხლა ხარ ძალიან აქტიურად ჩართული? კი ბატონო. რაზეც არ შეგიძლია, ვიცი რომ ჯერ არ გვიყვები.
შეგვიძლია მოგახსენოთ. ძალიან მიყვართ ამოდროულად გარემოს დაცვითი პროექტების განხორციელება და თავად ეს ვარ ჩართული სხვადასხვა ეკო-კლუბებში. უფრო მეტიც მე ახლა პატარა ვიყავი, ჩემს YouTube გვერდზე თვითონ ხოლმე ძალიან აქტიურად გარემოს დაცვით ვიდეოებს და ეკო-მეგობრულ პროდუქციაზე ვსაუბრობდი ხოლმე უბედესწილად. ამის შემდეგ მქონდა საკუთარი სტარტაპი, რომელიც ეკუთვნოდა ასე ვთქვათ ეკო-მეგობრულ კაუზებს და სტარტაპმა გაიმარჯვა ბიზნეს ჩემპიონატზეც და ყოველს მქონდა რაღაც გულის სიღრმეში ინტერესი გარემოს დაცვის საკითხებისადმი და ახლაც ვაგრძელებ ამ ყველაფერზე მუშაობას. როდის მე მგონია რომ მე მაქვს ძალიან დატვირთული გრაფიკი რა რაღაცას მიწევს და მე მერიდება ხოლმე შეერგიზნე აღმოჩნდა რომ საერთოდ არ ვარ დატვირთული და მეტება გასაკეთებელი მომავალი ხო შეშანის საკითხი მე მაგათაც ხანდახან პასუხი არ მაქვს ხოლმე რომ მეკითხები რა 5 წელიწადში რა გეგმები გაქვს ხანდახან არ ვიცი რა გეგმები მაქვს და ჩემსიხასი ჩამოყალიბებული რაღაცები არ არის მაგრამ შემიძლია კითხვა ის შემდეგი 5 წლისგან რას ოდები პირად და პროფესიულ ცხოვრებაში 5 წლის შემდეგ მოვიქნები 19 წლის გონია რომ ამ 5 წლის განმავლობაში აუცილებლად მივიღე მონაწილეობა სხვადასხვა ტიპის გასულ პროგრამებში, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ახალი კულტურის შესწავლა, ახალი სახელმწიფოების გაცნობა და ასე შემდეგ და მოგზაურობა ზოგადად. აგრეთვე მგონია რომ კიდევ უფრო გავამტკიცებ ჩემს პოლიტიკურ დიპლომატიურ უნარებს, კიდევ ძალიან ბევრ პროექტში მივიღე მონაწილეობას და ამაში დარწმუნებული ვარ. მეც დარწმუნებული ვარ. და მგონია რომ საბოლოოდ გამოცდების ჩაბარების შემდგომ გამგზავრებულ წუთში და იქ გავაგზავნებ ჩემს მოღვაწეობას. ხომ დაბრუნდი? აუცილებლად. ხომ ჩამოხვალდა ჩვენს ქვეყანას შენს გამოცდილებას გავზიარებ და შენს ცოდნას. რა თქმა უნდა, უცხოეთ წასვლის შემდეგ, იმას შემდეგ რაც მივიღე უშუალო გამოცდილებას, პრაქტიკულად თეორიულ ცოდნას, იქაც დავიმკვიდრე გარკვეულ ადგილს, აუცილებლად დაბრუნები საქართველოში, რადგანაც თუ დავჭირეთ ჩემს ქვეყანას, მე ყოველთვის მის გვერდით დავდგები, რაც არ უნდა მოხდეს. დარწმუნებული ვარ საქართველოს მაგაში და თუ არის ესე თუ გაქვს პრაქტიკაში ეს რაღაც რა მოგმართავენ ადამიანები და უშუალოდ გეკითხებიან რომ რა ჯობია რომ გავაკეთო საიწავიდე რას მირჩევ რადგან ამ ხელა გამოცდილება გაქვს უკვე და შეგვიძლია რომ უკვე რაღაც კუთხით გზა გავუკაფო სხვა ადამიანებს. დიახ, საკმაოდ ხშირად თუნდაც იქნებიან ეს ჩემი ახლო მეგობრები თუ ახლო მეგობრების სხვა მეგობრები ყოველთვის ვთქვი რომ გამოვიჩინო ემპათია გვერდში დგომა და ძალიან მეგობრულად უშუალო დიალოგები მიყვარს ხოლმე ყოველთვის. შესაძლებელი დაგვარად ვურჩევ ხოლმე იმ პროექტებს რადგან შეუძლიათ დაიწყონ თავიანთი მოღვაწეობა, რა თქმა უნდა მორგებულია მათ საკუთარ ინტერესებზე. რადგანაც ვფიქრობ რომ უშუალოდ სანდო ორგანიზაციების და სანდო პროექტების დეფიციტი საქართველოში ახლაც არსებობს და ჯობია სხვას გაუზიარო უკვე შენი გამოცდილებიდან გამოჩენილი პროექტები ვიდრე რაღაც სწორედ ახალი პეიჯები. და თან რაც ყოის და რაც განხი გაქვს, მეუდა გამოცდილი გაქვს ცხადია რომ უკეთესად ურჩავ. სამავალ უახლოეს გეგმები რა გაქვს? ვიცი რომ უცხოეთ შეპრებთ ასულს, უახლოეს გეგმები რა? კი. საქართველოში. უახლოესი გეგმები არის ალბათ ჩემი აკადემიური ცხოვრების კიდევ უფრო წინა პლანზე წაწევა. არა მხოლოდ გარე პროექტები, არამედ სასკოლო ცხოვრებაც. იმიტომ რომ უკვე გადავდივარ მე-9 კლასში და იწყება მე ოქროს მედალისთვის მომზადებაც. ცოტა ბოდიში გადავყირებ და მგონია რომ წინასწარი გაქვს შემდეგი 3 კლასით გავლილი და ნასწავლი და მგონია რომ იმიტომ დადიხარ სკოლაში რომ უბრალოდ უნდა იარო იცი. იცით რა ვფიქრობ რომ მაინც საკმაოდ ბევრ გამოცდილებას მივიღებ ხოლმე ჩემი პედაგოგებისგან, იმიტომ რომ მათი პროფესიონალიზმი ჩემთვის მართლა დასაფასებელია. უკვე მე-9 კლასიდან აუცილებლად ახალგაზრდა ვიღებ იმ კუთხით რომ უკვე ოქროს მედალისთვის მზადება იწყება და ასე შემდეგ. ამიტომაც ახალი შემართებით, ახალი мотивაციით, ჩვეულებრივ ვფიქრობ, ჩვეულებრივ რიტმში გავაგრძელებ ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებას. შეთვის ჩვეულში და ძალიან ბევრი ადამიანისთვის ძალიან არაჩვეულში და ძალიან რთულში და ამას გთხოვთ ხარ საიდან იღებ ამ ხელა ენერგიას ეს მხოლოდ мотивაციაზეა დაფუძნებული და მხოლოდ სურვილზე აი ხო არის დღეები რომ იღვიძებ და მაგალითად აი არაფრის ხალისი არ გაქვს კი ალბათ სულ მოტივირებული ხომ ვერ იქნები დაგაძლევს
ამ ხელენერგიას მით უმეტეს მაშინ როდესაც ხედავ რომ შენი ასაკის ადამიანები და კიდევ ამას აქვს უბრუნდები, იმიტომ რომ მართლა შენი ასაკისთვის დაუჯერებლად საოცარი გოგო ხარ და აღთოვანებული ვარ შენით. ერთობია დადიან რაღაცა ეზოში სეირნობით ხო ხდება 1000 ფაქტიობით არის დაკავებული და შენ რაღაც სხვა მიმართულება გაჩერდი და რა გაძლევს ყოველდღიურად ამის ძალას რაღაცა შენ ზიგით არ გაგების გული და გოგახსენებ საქმესთვის სიყვარული იმიტომ რომ ლოგიკურია დემოტივაციის მომენტები ყველას გვაქვს ხოლმე ცხოვრებაში მაგრამ მას შემდეგ რაც ვიაზრებ რომ აი ჩემი როლი როგორია ამ ქვეყანაში ან თუნდაც სხვების ცხოვრებაში ავტომატურად იმის მოტივაციას მართლებს რომ აი დღეს დაგეგმილი მაქვს ესა და ეს შეხვედრები ან ესა და ეს კონფერენციები და მე იქ უნდა მივიდე გამოვხატო ჩემი აზრი ვიყო ახალგაზრდების ხმა და აღმოჩნდა რაღაც გარკვეული პრობლემები იქნება ეს სიმულაცია თუ არა სიმულაციური შეხვედრები ანუ არის შემთხვევები როდესაც გინდა რაღაცის გაკეთება პირობითად, მაგრამ უარს ამბობ საკუთარი თავის სიამოვნებისთვის, რადგან შენ საქმეს ასე ჭირდება? როდესაც გებახავე მომენტები, როცა ვიცი რომ უბრალოდ თუ მივედი იმ ადგილას, მაინც არაპროდუქტიული ვიქნები და ჩემი ყოფნა ბენეფიტს არ მოუტანს ხოებს და შეიძლება უფრო მეტის დააკლოს კიდევაც, როდესაც რომ გადაღლობის გამო, ლოგიკურად ვიღებ იმ გონულ განწყობილებას, რომ ახლა ჯობია რაღაც განტვირთვა, დასვენება და ამის შემდგომ უშუალოდ მისვლა და რაღაც არგებელის მიტანა უშუალოდ. ძალიან დიდ პასუხს გავუგებს ახლა საკუთარ თავზე. კი, ნამდვილად. ძალიან მაგარი გოგო ხარ, კიდევ ერთხელ უნდა გამოვარდე და კიდევ ბევრჯერ გამოვარდები, იმიტომ რომ ეს ხანარი არ შემიძლია შენ დასაუბარი. კიდევ ერთი ორი კითხვა. ბავშვობიდან ასეთი მიმართულებები ქონდა, ბავშვობიდანვე ჩამოყალიბებულად იყავი ასეთი თუ რაღაც გარდამტეხი მომენტი იყო შენ ცხოვრებაში ბავშვობაში 10 წლის ასაკს გულისხმობ, როდესაც აი რაღაც გადაწყვეტა სხვა მიმართულებით გინდა სხვა ბავშვობაში დაგადაც ძალიან მოყავდა ლიტერატურა და წიგნები და ამან გავლენა მოახდინა თუნდაც ჩემს აწმყო ცხოვრებაზე. ამიტომაც ყოველთვის მიჩვენე ვიყავი ხოლმე რაღაცა და დისციპლინა საქმისადმი და ჩემ განათლებაზე სრუნვას იმის და მიუხედავად ვიაზრები თუ არა ამას მიდრეკილება ყოველთვის ამისაკენ მქონდა. მაგრამ არის რაღაცები რაც შემომჭრეთ მას ბავშვობიდან ეს არის ალბათ მეგობრებთან ერთად რაღაც სიარული, სიყვარული, გართობის სიყვარული და ასე შემდეგ. რასაც ვატარებ. როგორ გონია აღზრდაზეა დამოკიდებული თუ შინაგანად მაინც ადამიანის ბუნებაზე რომ ეს დისციპლინა ჰქონდეს ბავშვს, როდესაც იზრდება მასში. რეალურად ბუნებრივადაც ეგეთი უნდა იყოს, მაგრამ აღზრდას აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა, რადგან ჩემ მშობლებისთვის უდიდესი მადლობა მეთქმის, იმიტომ რომ ბავშვობიდანვე მიმაჩვიეს იმას, რომ რამდენად მნიშვნელოვანია განათლება ჩემს ცხოვრებაში და რამდენად მნიშვნელოვანია რომ ვიყო განათლებული პიროვნება სოციუმში და მე თამამად მიტყვი იმასაც, რომ რაღაც ჩემი მშობლების მხრიდან ბიძგის მოცემა მე შეიძლება დღეს იქ არ ყოფილიყავი, სადაც ახლა ვარ. მე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი და გულშემატკივარი ვარის ცხადია ოჯახი. ნამდვილად. ის აუგმესი მადლობა სტუმრისთვის. და ისიც კი მიყვარს რა დრო გამონახე და მოხვედი და ეხა ისიც ვიცი რომ სადღაც დარწმუნებული ვარ გარბი ხარ რაღაცა შეხვედრაზე პროექტში და ძალიან დიდი მადლობა რომ გამონახე ეს და მოხვედი სტუმრად და სხვა შესაი ვიცოდი და მეუბნებოდნენ და ბევრი მსმენია ეს პირველი დაინტერესება შენზე მოხდა რომ ის საოცარი გოგო იყავი და ეს ყველაფერი მაგრამ აი ესეცაც მართლა გულწრფელად ხარმოვდი და აქტუალური ვარ და ნეტა ბევრი მოგბაძოს და ნეტა ბევრი იყოს შენაირი და წარმატებები ყველა შენ საქმეში და დარწმუნებული ვარ რომ აუცილებლად რასაც მე კიდე ყველაფერი გამოგება 100%-ზე თან. პირიქით, მადლობა თქვენ, მადლობა მაყურებელს ყურებისათვის, იმედია რომ თქვენთვისაც საინტერესო და ინფორმაციული გადაცემა გამოვიდა და ნებისმიერ დროს კიდევ ერთხელ აუცილებლად გამონახოთ დროს იმისაც რომ გეძებთ ძალიან საინტერესო ძალიან დიდი სიამოვნებით და სულ მაგროდეს მომყვები ახალ პროექტებზე და ახალ რაღაცებზე რასაც მადლობა ძალიან დიდი. გემშვიდობებით ეს იყო სივრცე ანასტასიასთან და დღეს ჩვენს სტუმარი იყო არაფშეულებრივი ნიცა ბახუა. დროებით